აჭარის მუნიციპალიტეტებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების სპორტული თამაშებისთვის ემზადებიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ხულოსა და შუახევის კლუბების წევრებს შეხვდნენ და რეპეტიციებს დაესწრნენ. შეხვედრაზე მათ სამამულო გეგმებსა და ახალ პროექტებზე ესაუბრეს. პირველი შეჯიბრი ქედის კულტურის სახლში 18 ოქტომბერს ჩატარდება და ყველაზე მხიარული მუნიციპალიტეტები გამოვლინდება. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ეგიდით ტარდება ეს პროექტი. უკვე ტრადიციული სახე მიიღო. მხიარულთა და საზრიანთა გუნდებია ჩამოყალიბებული აჭარის 5 რეგიონში, რომლებიც 18 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გამოვლინდება ყველაზე მხიარული რეგიონი. ეს პროექტი უკვე ცოცხლობს 4 წელია, მერვე სეზონს ვატარებთ და მინდა მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს და მართლაც კარგი პროექტია, იმიტომ რომ ახალგაზრდობა აქტიურად არის ჩართული და ძალიან პოპულარიზება პოვა უკვე ამ პროექტმა აჭარის რაიონებში. მზადება პროექტი მხიარული რეგიონის, რომელიც უკვე 20 დღეა მიმდინარეობს ეს მზადება. დასკვნითი ეტაპი გაიმართება 18 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში 3 საათზე. ამ პროექტში მონაწილეობას ღებულობს 5-ვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და ასევე მზადებაც მიმდინარეობს 5-ვე მუნიციპალიტეტში ერთდროულად. ხულოს გუნდი ემზადება მხიარული რეგიონის თამაშისთვის. დღეს რეპეტიციაზე ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაგვესწრენ. ძალიან დიდი იმედები გვაქვს სამომავლო თამაშისთვის და იმედია და გჯერა ჩვენ რომ გავიმარჯვებთ თამაშს.